საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოგზაურებისთვის. დღეს ჩვენი მასპინძელია Giving International, ეს გახლავთ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია, რომელიც ყოველი თვის 15 რიცხვში საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე გამართავს დისკუსიებს. დღევანდელი ჩვენი სადისკუსიო თემა ეს არის ნარკომანიის პრევენცია, ვიდრე ჯერ კიდევ არ არის გვიანი. ჩვენი მომხსენებლები არიან ქალბატონი სოფია, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის რეაბილიტაციის განყოფილების გამგე, ფსიქოლოგი ქალბატონი განსაფირავიშვილი, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სტაციონალური განყოფილების გამგე და ქალბატონი ნანა შაშიაშვილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი. დღევანდელი დისკუსიის მოდერირებას ავიღებ ჩემ თავზე, მე გახლავართ ქეთევან ვასაძე, ივანი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ხარად შეეხება ჩვენი დისკუსიის თემას, ეს არის ნარკომანიის პრევენცია, ვიდრე ჯერ კიდევ არ არის გვიანი. ჩვენი ფორმატის შემდეგნაირია, თითოეულ მომხსენებელს ვთხოვ, რომ თავისი მოხსენება 10 წუთში გააკეთოს, ხოლო ამის შემდეგ დისკუსიას გახსნილად გამოვაცხადებ, დარბაზს ექნება საშუალება დასვას ის კითხვები, რაც მათთვის აქტუალურია, აგრეთვე გამოთქვან თავიანთი კომენტარი და მოსაზრებები. რაც შეეხება ჩვენს ერთ-ერთ მომხსენებელს, ქალბატონ სოფო კილაძეს, სამწუხაროდ ობიექტური მიზეზების გამო მან ვერ შეძლო მონაწილეობა მიიღო ჩვენს დისკუსიაში და შესაბამისი პროცესში მოიხადა. დღევანდელი თემა ნარკომანია, ეს არის საკმაოდ მძიმე სენი, რომელსაც მსოფლიო ერთგულებით და გამონაკლისს არც ჩვენი სახელმწიფო წარმოადგენს. ალბათ იცით, რომ 2014 წლის უკაცრავად 1 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციირებით ახალი კანონი ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებების შესახებ შევიდა ძალაში. ეს არის პრობლემის გადაჭრის სამართლებრივი გზა, მაგრამ პრობლემა, რომელსაც ჩვენ მეჯავრები და რომელიც უნდა დავაჩვენოთ ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, არის საკმაოდ მძიმე, მისი გამოწვევი მიზეზები საკმაოდ ღრმა არის, მრავალფეროვანი და სპეციფიკურია. მე პირველს ვთხოვ ქალბატონ სოფოს, როგორც ფსიქოლოგს, მოგვახსენოს ის ფაქტორების მიზეზები, რა განაპირობებს ადამიანების დამოკიდებულებას ნარკოტიკული ნივთიერებების. მოგესალმებით, ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება პრევენციაზე ვისაუბრო ასე ინტერაქტიულ ფორმატში და ძალიან მიხარია, რომ აუდიტორიის უმრავლესობა ეს არიან ახალგაზრდები და შეიძლება მოზარდებიც კი. რადგან მე ჩემს მოხსენებაში მინდა შევეხო ზუსტად ნარკომანიის ჩამოყალიბების რისკ ფაქტორებს, იმ ფაქტორებს, რომლებიც შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი იმისთვის, რომ ადამიანი გახდეს დამოკიდებული. პირველ რიგში ალბათ გონიურია თუ შემოხსენებაში პასუხს გავცემ იმ კითხვებს, თუ რა როლს თამაშობს საზოგადოება, თანატოლები, ოჯახი ნარკომანიის ჩამოყალიბებაში, რა წვლილი მიუძღვის და რა ფუნქციას ასრულებს სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი კანონები, თავისი სამართლებრივი სისტემა, თავისი ისტორია და მთლიანად სოციუმი თუ საზოგადოება. თავდაპირველად შევეხები, რადგან ითვლება, რომ ყველაზე აქტუალური პერიოდი ადამიანის განვითარებაში, სამადამოკიდებულების განვითარებისთვის არის მოზარდობის ასაკი, დავიწყებ მოზარდობის ასაკით. ჩვენ ვიცით, რომ მოზარდობის პერიოდში ადამიანი განიცდის ძალიან მთელ რიგ ცვლილებებს, განვითარების ყველა დონეზე, ხო, ის იქნება ბიოლოგიური, სოციალური, ფსიქოლოგიური თუ ასე შემდეგ. იწყება ყველაზე გარდამტეხი და მნიშვნელოვანი ამ პერიოდში, რაც იწვევს ცვლილებებს, ეს არის სექსუალური მომწიფება. შემდეგ შემოდის ისეთ ღირებულებებზე ზრუნვა, ისეთ ღირებულებების გადაფასება, გაანალიზება, როგორიც არის სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება. ამასთან ძალიან დიდ როლს თამაშობს ის ახალი სოციალური როლები და სოციალური სტატუსი, რომელიც გარდატეხის ასაკში ჩდება ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში.
ამ პერიოდს უკავშირდება ეს პერიოდი ითვლება ძალიან კრიზისულად, იმიტომ რომ ამ პერიოდს უკავშირდება მეიდენტურობის პრობლემა. ანუ, როდესაც ადამიანი ახდენს თავისი რაღაცა შეხედულებების, საზოგადოების შეხედულებებს, ანუ თავის თავზე არსებული ინფორმაციის გაერთიანებას რაღაც ერთთვიანობაში. ამას მე კონცეფცია, ანუ მეიდენტურობა ქვია. ეს კრიზისი, როდესაც ხდება მეიდენტურობის კრიზისი, ამდენად და ამის გაძლევა, როდესაც უჭირს ადამიანს და მოზარდს და ალბათ თუ გაიხსენებთ ყველანი რაღაცა გადახსნა ამოგიტივდებათ თქვენს გონებაში ისეთულები და პრობლემები, რაც სწორედ ამ ასაკში გქონდათ, რაც ძალიან მტკივნეული იყო თქვენთვის და მეტნაკლებად ყველა გადავლახავთ ხოლმე ამ კრიზისს. თუ რამდენად სulis ზოგადად აი ამ კრიზისით გამოწვეული პრობლემები ადამიანის უხდიდელობას, ადამიანის ღირებულებების სისტემას და მით უმეტეს ეს არის ის პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ ხდება ჩამოყალიბება და არ არის ხო პიროვნების ჩამოყალიბება. მეიდენტურობის კრიზისის დროს, როდესაც ამის დაძლევა უჭირს ადამიანს, ადამიანი ხდება დეზორიენტირებული, ხდება ადაპტაციის პრობლემები, მას უჩნდება ძალიან დიდი სირთულეები იმ სასიცოცხლო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, რაც ეხება პიროვნების არჩევანის გაკეთებას, ხო? ანუ მე როგორ ვიცხოვრებ, ვინ იქნები, იქნები ჯანმრთელი, არ იქნები ჯანმრთელი, არ ვუჩვევ რაღაც ნარკოტიკების მოფენილ გზას თუ არა და ასე შემდეგ. ამასთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების განვითარებასთან დაკავშირებულ ისეთ ფაქტორებს, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირად არ მოქმედებს, როგორც ესეთი ერთთვიანი განაპირობებენ მაგალითად ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ან ნებისმიერი სახის დამოკიდებულების განვითარებას, მაგრამ გარკვეულ თამაშობენ, ხო? ასევე უამრავი გამოკვლევები ამ ჩატარებულია, შეიძლება იყოს ფსიქოდიაგნოსტიკური კვლევები, შეიძლება იყოს სხვადასხვა თერაპიულ პროცესში გაკეთებული კვლევების შედეგები და ასე შემდეგ. როგორც ესეთი რაღაცა პიროვნული მახასიათებელი გამოყოფილი ან რაღაცა პიროვნული ნიშანი, რომელიც განაპირობებს ერთმნიშვნელოვნად წამოწა დამოკიდებულებას, არ არსებობს. თუმცა მეცნიერები, მკვლევარები და პროფესიონალები შეთანხმებულები არიან იმ აზრზე, რომ ბავშვობაში არსებობს ისეთი რაღაცა თვისებები, რომლებიც წარმოადგენენ რისკ ფაქტორებს წამოწამებულების განვითარებისათვის. ეს არის ყურადღების დეფიციტი, იმპულსურობა, ჰიპერაქტიულობა, დაუჯერებლობა, მოუსვენრობა და ასე შემდეგ. შემდეგ ეს თვისებები, როგორც წესი, გარდამავალ ასაკში თავს პოვებენ ხოლმე დაბალ შეფასებაში, გარემოში ადაპტაციის პრობლემებში და ასე შემდეგ. ასევე შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ესეთი თვისებები, როგორიც არის იმპულსურობა, გადაწყვეტილების მიღების სირთულეები, ინსტინქტური მოთხოვნილებების შეკავების დაბალი დონე, რაღაცა ახალი შთაბეჭდილების მაძიებლობა, რაც ახასიათებს ადამიანს, რომელიც ასევე წარმოადგენს რისკ ფაქტორს, რომ ადამიანი შემდეგ გახდეს წინაზე დამოკიდებული. ეხლა გადავალ ესე, მე ვცდილობ ძალიან მოკლედ გავშალო ეს პრობლემები, რომ დროში ჩავეტიო, იმიტომ მე კითხვების საშუალებით ალბათ უფრო ესეთი ინტერაქტიული ფონზე უფრო მეტად ინფორმატიული იქნება ჩვენი ურთიერთობა. შემდეგ გადავალ, როგორც ვთქვით, ბავშვი იწყებს თავის სოფხედველობის ჩამოყალიბებას თავიდან ოჯახში. ანუ ოჯახს არანაკლები ფუნქცია აქვს, ვიდრე მის ფსიქოლოგიურ თუ რაღაცა გენეტიკურ მახასიათებლებს. სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გათავისებული თუ რა როლს თამაშობენ მშობლები ბავშვის აღზრდაში. როგორც წესი წამოდამოკიდებულების პრობლემაზე ზრუნვა იწყება ხოლმე გარდამავალ, ანუ მოზარდობის ასაკში, რაც შეიძლება ითქვას, რომ ცოტა დაგვიანებულია. არც ისეთი გვიანი არ ეშველოს, მაგრამ უფრო ადრე დაწყება ამაზე ფიქრის ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად აი კონცეფტ გამეთანხმება ალბათ, რომ მოდიან ხოლმე პრობლემით, რომ რაიმე რახმა, როგორ შევაწყო, ნარკოტიკის მოხმარება თუ არ დაიწყო ჩემმა შვილმა, ჩვენც მეუბნებით რა ხდება, ხო არ შეიცვალა მისი ქცევა, ხო არ აქვს ნანიმსხები, ხო არ შეიცვალა ინტერესების სფერო და ასე შემდეგ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი ამის თაობას და მე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრის მოსმენა და იმედი ამის საშუალება მომეცემა. რომ თვითონ ადრეული ბავშვობიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ზრუნვა და ეს არის კონსტრუქციული, რაციონალური ღირებულებების ჩამოყალიბება.
ბავშვი ჩვენ ეს არის ილუზია, ჩვენ ვერ შევძლებთ რომ ბავშვი მთლიანად იზოლაციაში ვამყოფოთ ნარკოტიკებისგან. ეს გამორიცხულია. ნარკოტიკის მოხმარებელი არის ყველგან. ყოველთვის და თუ კარგად დაფიქრდებით, შეიძლება ყველა სანაცვლეულში თუ სამეგრელოში მოინახოს ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანი. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ბავშვს ვასწავლოთ, როგორ თქვას უარი ამ ნარკოტიკზე. ანუ როგორ გააცნობიეროს, გაანალიზოს მისი მოქმედების უარყოფითი შედეგები და შემდეგ არჩევანი გააკეთოს სრულიად დამოუკიდებლად თავისით, ანუ პასუხისმგებლობა თავის არჩევანზე აიღოს თვითონ. აქვე მინდა აღნიშნო, მარკერი ალბათ ამის თაობაზე ყველამ ვიცით, მაგრამ მოკლედ გავიარო, მარკერი აღზრდის სტილები, ხო, რაც ისე მშობლებისგან მოდის. განმანებივრებელი ზემეურეობა, შემსრულებელი ზემეურეობა, იგნორირება და ყველაზე ცუდი რაც არის ურთიერთგამომიწყარი ზემეურეობა, ხო? როდესაც მშობლები სხვადასხვა რაღაცა პრინციპებით ზრდიან ბავშვებს, ერთ საკითხზეც კი ვერ თანხმდებიან, სხვადასხვა იდეებს აცვლიან, ანუ ეს საშუალო ბავშვს აძლევს ძალიან ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ცხოვრების სხვადასხვა ღირებულებების მიმართ. შესაბამისად ის დაბნეულია, არ იცის რა ქნა, საგიწებოს გამოსავალს. შემდეგ ხდება იმ საზოგადოებაში, სადაც ამ თავისი პრობლემების შემასრულებელი რაღაცა ობიექტური მიზეზები არსებობს და ხდება ამ საზოგადოების ქცევის ერთ-ერთი მატარებელი. ასევე შევეხებით ძალიან მოკლედ ქვეყნის როლს, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას, ეკონომიურ ფაქტორებს, თუ რა როლს თამაშობენ ნარკომანიის განვითარებაში. საერთოდ ერთი რაღაცის თქმა მინდა, როდესაც ქვეყანაში ძალიან პრობლემურია ამა თუ იმ არასოციალური სოციუმისთვის მიუღებელი რაღაცა ქცევა, ეს მიუთითებს მთლიანად საზოგადოების კრიზისზე. ანუ ეს არის ერთგვარი სიმპტომი საზოგადოების კრიზისის. და ამას განაპირობებს ძალიან მძიმე რაღაცა სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარებები, ხო? ჩვენ ვიცით, ალბათ იცით, რომ ეს მეოთხე საუკუნის პანდემია, რომელიც ნარკომანიის პანდემია, რომელიც 60-იან წლებში იყო, მთლიანად საზოგადოების სამყაროს ერთა კრიზისად განიხილებოდა და ეს იცით სექსუალური რევოლუციები, ჰიპების მოძრაობები და ასე შემდეგ. კიდევ მინდა აღვნიშნო ის ფაქტორი, რასაც ეძახიან ჯანმრთელობის მესამე მდგომარეობას. ანუ ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც თავისი მახასიათებლებით არ ჯდება არანაირი ფსიქიკური დარღვევების თუ დაავადებების ჩარჩოში, მაგრამ განსხვავდება კიდევაც ნორმისგან. ანუ თავისი ჭყალებში ნორმალური თანატოლებისგან განსხვავდება მოზარდი იქნება თუ ბავშვი. ანუ ეს არის ასეთი მდგომარეობა, როგორც წესი ბავშვობაში ძალიან შენიღულია, ძალიან ცელქი ბავშვობით, ძალიან ცუღლუდი, დაუჯერებელი, შეიძლება ძალიან მორცხვი ბავშვობით, რომლის უკანად შეიძლება იმალებოდეს ძალიან სერიოზული პრობლემები, ხო? აგრესია, სხვა სოციალური ტენდენციები, დევიაციური ტენდენციები და ასე შემდეგ. ამიტომ ესეთი ამ ჯანმრთელობის მესამე მდგომარეობის მახასიათებელი ბავშვები, როგორც წესი, ხდებიან ხოლმე საზოგადოებაში, ან ვერ პოულობენ თავიანთ ადგილს, მათ ბოლომდე არ იციან რა უნდათ და ამიტომ ესენი ხდებიან ხოლმე საზოგადოებისთვის იმ რეზერვს ქმნიან ეს ადამიანები, რომელთაგანაც როგორც წესი ყველა ქვეყანაში არსებობს ეს წრე, რომელთაგანაც 4-დან 7%-მდე მკვლევარების შედეგებით ხო ვითარდებიან სწორედ სამართალდამცველები, ნარკომანები, მაცხოვრები და ასე შემდეგ. ან შეგაჩერებთ თქვენ დიდი ბოდიშის მოგდით, რადგან სხვებსაც მოცემ საშუალება თავიანთი პრეზენტაცია გააკეთოთ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმისათვის რომ სწორი აქცენტები იქნა, თქვენი პროფესიონალური აქცენტები იქნა ის რომ მნიშვნელოვანია გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული სირთულეები, ასევე მეკონცეფციის ჩამოყალიბება, ოჯახის როლი და ასევე მნიშვნელოვანი არის ის როლი თუ რა უნდა გააკეთოს სოციუმმა, რომელიც სოციუმში იზრდება, მაგრამ ქალბატონო ბაძა თუ კი მოხდა ისე რომ ბავშვმა არ იცის როგორ თქვას უარი ნარკოტიკზე და ის ვერ ამბობს უარს. გახდა უკვე ნარკოტიკებზე დამოკიდებული. ამ შემთხვევაში რას თავაზობთ თქვენი კონცერტი? თუ შეიძლება ამის შესახებ
Საბანასობროს შემდგომში მიეცემა საშუალება დარწმუნებული რომ განაცხადა დაასრულოს თავისი აზრი კითხვა-პასუხის რეჟიმში, როდესაც გადავა. მაშინ რა სერვისებს თავისუფლად ჩვენი ცენტრი, მაინც მინდა რომ ძალიან მოკლედ ვისაუბროთ იმის შესახებ თუ ჯერ კიდევ თუ დამოკიდებული არ არის ჩვენი ძირითადი თემა მაინც პრევენცია, ხო? მოდი განვიხილოთ რომ ზოგადად პრევენციაში რა მოიაზრება. აი რას ნიშნავს პრევენცია? აი მას თავის აფეხურები აქვს და თითოეულ შემთხვევაში ვთქვათ რა ტიპის დახმარება არის საჭირო და რას თავისუფლად ჩვენი ცენტრი აქედან გამომდინარე. მოდი ნახოთ ეს წარმოდამოკიდებას ხმარობთ უფრო ხშირად ნარკომანის შემთხვევაში ეს პრევენცია გულისხმობს ადამიანების დახმარებას, უფრო ხშირად ახალგაზრდებზე ფოკუსირებით მდინარე პერიოდში იწყება ეს ყველაფერი, რომ თავიდან აიციოს ნარკოტიკების მოხმარება, ამ ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება, შეიძლება არ იყოს ეს ნარკოტიკი, მაგრამ ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც იწვევს ასევე დამოკიდებულებას და ასევე მაგნეთ მოხმარება. პრობლემური გამოყენების პრევენციას და ზიანის თავიდან ამცირებას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ამ ნარკოტიკების მოხმარება. ანუ რაზე არის ლაპარაკი? ზოგადად მოხმარება ან შეიძლება პრევენციის გარკვეულ ეტაპზე არ იყოს მომდევნო მოხმარების წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებები, არამედ ასწავლიდან სწორად როგორ მოიხმაროს ესა თუ ის ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომ ის არ მივიდეს გარკვეული ტიპის პრობლემამდე. არ მოხდეს დამოკიდებულების განვითარება. მინდა შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ყველა ლეგალური ნარკოტიკებიც არსებობს, ხო? პრინციპში ეს იგივე ალკოჰოლი, ნიკოტინი და ასე შემდეგ, რომლის მოხმარებასაც ისე კი თამბაქოზე არ ვილაპარაკოთ, მაგრამ თქვათ იგივე გარკვეული ტიპის ფსიქოაქტიური ნივთიერებები თუ სწორად გამოიყენე, ამან არ მიგიყვანოს სავალალო შედეგამდე. კარგით, აი რა არის ზოგადად პრევენციული სტრატეგიის მიზნები, რომ შეცვალოს როგორც ინდივიდის, ასევე სოციალური და გარემო ფაქტორები იმისთვის, რომ ან აიძულონ საერთოდ ნარკოტიკების მოხმარების დაწყება, ან გადაავადონ, ან კიდევ საზიანო და პრობლემური მოხმარება აიძულონ თავიდან მიზნების სხვადასხვა ეტაპზე, გარჩნია რა შემთხვევაში არის ლაპარაკი. ან აიძულონ დამოკიდებულების განვითარება, ან თუ დამოკიდებულება განვითარებული რასაც მოგიკითხეთ, მაშინ რეციდივის პრევენცია მოახდინონ, რომ ხელახლა არ მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ თქვა კურნალობა ჩატარებული ან შეჩერებული არ ნარკოტიკების მოხმარება, არ მოხდეს მისი ხელახალი დაწყება. კარგით, აი პრევენციის გზებს ზოგადად როდესაც მოიაზრებენ, ხოლმე განიხილება სამი ძირითადი მომენტი. ეს არის რომ მიწოდების შემცირება უნდა მოხდეს, ან ნარკოტიკების მიწოდების შემცირება, თვითონ მოთხოვნის შემცირება ამ ნარკოტიკებზე და ზიანის შემცირება, რაც შეიძლება ამ ნარკოტიკებმა გამოიწვიოს. ესენი პრინციპში ერთმანეთთან გადაჯაჭვული თემა არის, ესე იგი, თუ მოთხოვნა არ არის, მიწოდებაც არ არის, თუ
მიწოდებაში რაც არ უნდა ეცადოს თქვა სახელმწიფომ რომ რაღაცა გზები დასახონ რომ ეს მიწოდების გზები შემცირდეს თუ მოთხოვნილება ამის შესახებ არსებობს მაშინ რაღაცნაირი გზებით მაინც გამოძებნია ხოლმე რაღაცა ტიპის ნივთიერებებს რომელიც ჩაანაცვლებს ერთმანეთს ამიტომ ეს ძალიან კომპლექსურია და გარდა ამისა საუბრობთ ამ თემაზე რომ ჩვენ უნდა შევეძლოთ იმას რომ ვართ ნარკოტიკების გარემოს ცხოვრობთ ამასთან ერთად ხო? ყოველ შემთხვევაში ფსიქოაქტიური ნივთიერებთან ცხოვრობთ და რაღაცნაირად უნდა ვისწავლოთ თავიდან აცილება უსაფრთხოდ ყოფნა აი ამ ნარკოტიკების შემცველ გარემოში. რა არის მიწოდების შემცირება ისე რომ ზოგადად რა არის და ანუ არალეგალური ბრუნვის შეზღუდვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების წესრიგის უზრუნველყოფა, ნარკოტიკული დანაშაულის შემცირების გზით და კერძოდ რა ანუ შემოდინება ნარკოტიკების ანადგილობრივი კულტივირება, დამზადება, ვაჭრობა ამითი, გასაღების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები, თვითონ ხელმისაწვდომობის შემცირება და რაც რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფოს დონეზე, ხო? რაც შეეხება მოთხოვნის შემცირებას, ეს უფრო ფართომცნება არის და ამაში მოიაზრება ის, რომ ამ პოტენციური მომხმარებლები, ანუ ვისაც ჯერ არ დაუწყია მომხმარება, უკვე აქტიური მომხმარებლები ვინც არიან, აი მათ მიერ ამ ნარკოტიკების მოხმარების თავიდან აცილება, ან შემცირება, გარდა ამისა მკურნალობა, ვინც უკვე საჭიროებს ამას, რეციდივის პრევენცია, სამნიშვილო ფსიქოლოგიური და რეაბილიტაცია. ზიანის შემცირება რაღაცაა. ზიანის შემცირება არის ის ამის რომ თუ ადამიანი მაინც აღწერს ნარკოტიკების მოხმარებას და ამ ეტაპზე არ არის თქვათ მზად იმისთვის რომ თავი დაანებოს ამ სამკურნალო სერვისებს მიმართოს, მაშინ მოხდეს ისე რომ აი ზიანი რომელიც მოაქვს აი ამ ნივთიერებების მოხმარებას დაყვანილი იქნას მინიმუმამდე, როგორც ინდივიდისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ანუ არსებობს მთელი რიგი მეთოდები, რომელიც პრინციპში ეს მოთხოვნის შემცირებაში შედის, მაგრამ ზიანის შემცირების მეთოდები ემსახურება იმას, რომ ისევ უსაფრთხოებას და ისევ პრევენციულ ღონისძიებებად ითვლება. რა არის კერძოდ, აი რისი თავიდან აცილება უნდა მოვახდინოთ, ეს არის ზედოზირება, ნარკოტიკების მოხმარების შედეგად განვითარებული გართულებები, სხვა დაავადებები, მათ შორის ინფექციური დაავადებები, თქვენ ჭით რომ სისხლის გადამგრელი ინტრავენული ინიექციური ნარკომანიის შემთხვევაში ძალიან ხშირი არის სისხლის გადამგრელი დაავადებები, მათ შორის როგორც არის აიდენტიფიცირება, ჰეპატიტები, ბეტა-C ჰეპატიტები, სექსუალური გადამგრელი დაავადებები და ასე შემდეგ. და სოციალური ზიანი, ეს არის უმუშევრობა, კანონთან კონფლიქტი, ცხოვრების ხარისხის დაქვეითება, სოციალური გარიყვა, მარგინალიზაცია, სტიგმატიზაცია, რაც ჩვენ საზოგადოებაში ძალიან მაღალი ხარისხით არის. ხო და ეს კიდევ ხელს უშლის თქვათ საზოგადოებასთან ინტეგრაციას აი ამ პრობლემის გამო. ასევე ეკონომიური ზიანი. ეკონომიური ზიანი როგორი ითვლება, რომ ეს არის ნარკოტიკული საშუალებების არამიზნობრივი მოხმარების გამო, შრომის უნარიანობის დაქვეითება, პროდუქტიულობის დაქვეითება, ასევე კუნალობის ხარჯები, რაც მოაქვს ამ დამოკიდებულებას, ასევე უკანონო ბრუნვის აღმოფხვაზე მიმართული ხარჯები და ასე შემდეგ. სტრატეგიები რა არის? ჩანაცვლებითი თერაპია, თქვენ გაგებული გაქვთ თუ არა, მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპია, სუბოქსონის ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც ითვლება როგორც ზიანის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდად, ასევე კურნალობის მეთოდად, როდესაც პაციენტი ლეგალურ ნარკოტიკს ღებულობს სუპერვიზიის ქვეშ, სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და პარალელურ რეჟიმში მას მიეწოდება ფსიქოლოგიური, სხვა სამედიცინო და სოციალური სერვისები, რაც აიოლებს საზოგადოებრივ რეინტეგრაციას. შპრიცების გასვლის სისტემა, უსაფრთხო ინიექციის ოთახები, რაც ჩვენთან არ არის, ზედოზირების პრევენცია, კონსულტირება, ტესტირება, ადვოკაცია, ეს არის ზოგადი. ეხლა მოდით ერთი კიდე ესე განვიხილოთ, რომ პრევენცია ითვლება, რომ არის სამი სახით. ჩვენ ეხლა ყველაფერს შევეხეთ თითქოს დაწყებას, პრობლემურ მოხმარებას, დამოკიდებულებას, მკურნალობას, რა გამოდის, ყველაფერი პრევენციაში შედის, რაღაცა ისე გამოგვივიდა რაღაც, მაგრამ აი ესე ითვლება, რომ პრევენცია არის პირველადი, მეორეული და მესამედი. მესამეული, რა განსხვავებაა მათ შორის? პირველადია, როცა ჯერ დაავადება არ არის და ჩვენ გვინდა რომ არც დაიწყოს ეს დაავადება, ამისათვის ზუსტად ფოკუსირება ხდება ფართო საზოგადოებაზე და ძირითადად ახალგაზრდობაზე, რომ მათ
სწორი მიდგომებით და აზრით თუ განანათლებული სისტემით, ესე იგი ან მოხდეს დაწყება, მეორეული არის ადრეული გამოვლენა, ანუ სკრინინგი, შეიძლება დაავადება ჯერ კიდევ არც იყოს ფორმირებული, მაგრამ თქვა იყოს მოხმარება დაწყებული და გარკვეული ტიპის პრობლემები იყოს შექმნილი, ან რისკ ჯგუფების შემცველი მიზნობრივი პოპულაცია იყოს მათთან მუშაობა და მესამეული პრევენცია თქვია ზუსტად, როდესაც უკვე დაავადება ფორმირებულია, მაგრამ მისი ადეკვატური განხილვა არის საჭირო. აი ითვლება რომ პირველად პრევენციაში ეს არის უნივერსალური პრევენცია ყველასთვის ფართო მოსახლეობისთვის და სელექციური პრევენცია არის, როდესაც გამორჩეული ჯგუფები არის ზოგადი პოპულაციიდან, მაღალი რისკის ჯგუფები, მაგალითად შეიძლება იყოს წამალდამოკიდებული მშობელთა შვილებისთვის ეს პროგრამები ან დემბილებისთვის, უკიდურეს სიხალებაში მყოფი კრიმინალური გარემოში მცხოვრებ ადამიანისთვის, ეს არის სელექციური პრევენცია ამ შემთხვევაში. რაც შეეხება მეორეულ პრევენციას, ეს არის უკვე მიზანმიმართული პრევენცია და გულისხმობს რას? რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები უკვე სახეზეა და ამ შემთხვევაში ამ ნარკოტიკების მოხმარების ხელშემწყობი ფაქტორების ადრეული გამოვლენა უნდა მოხდეს და შესაბამისი დახმარების გაწევა. მიზანი რა არ არის ამ შემთხვევაში აუცილებლად ის, რომ ნარკოტიკების დაწყების პრევენცია მოხდეს ან არ მოხმარება. არამედ თუ უკვე დაწყებულია, დამოკიდებულება არ განვითარდეს და შემცირდეს ეს საკუთარ მოხმარება. მესამეული რა არის? აი ჩვენ უფრო ამას ვერცახურებით ჩემი ცენტრიდან, მე მოკლედ გადავალ უკვე ჩემი ცენტრის ფუნქციებზე, მესამეული პრევენციის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, როცა უკვე დაავადება ავიღს, manifestირებულია დაავადება და გვინდა რომ გართულებები და ინვალიდობა იყოს შემცირებული. Როგორ თუ მართავთ ამ დაავადებას ადეკვატურად და მკურნალობით. მკურნალობა, რეციდივის პრევენცია, ზიანის შემცირება. რაზე არის დამოკიდებული წარმატებული გამოსავალი? პრევენციული ღონისძიებები არის თუ არა წარმატებული? იმის მიხედვით გამოითვლება თუ რა არის მიზანი. თუ პრევენციული თუ არის ინტერვენცია ნარკოტიკების მოხმარების პრევენციისთვის, თუ არ დაიწყოს მოხმარება, ეს ცალკე მიზანია, თუ არის მოხმარების დაწყების გადავადება, შემცირება, ზიანის შემცირება, ნაკლები ალბათობა რომ ნარკოტიკები მოიხმაროს ან მაგნეტი მოიხმაროს, ამ და ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევით განსხვავებული. ჩემი ცენტრის შესახებ მინდა მოკლედ ინფორმაცია მოგახსენოთ. მე იმავე ცენტრს წარმოადგენ, ეს არის ფიზიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი. ზუსტად ამ გაფართოებული ფუნქციებიდან გამომდინარე აი ესეთი სახელი ჰქვია. თუმცა ეს მოიცავს არა მარტო პირველად პრევენციას, რაც ჩვენ კლასიკურად გვესმის პრევენციაში, არამედ მთელ ამ კომპლექს სერვისებისას, მათ შორის მკურნალობას, როგორც მესამეულ პრევენციას და მინდა ვთქვა თითოეულ დონეზე, პირველადი, მეორეული ან მესამეული პრევენციის დონეზე, რა სერვისებს თავაზობთ ჩვენი ცენტრი. პირველადი პრევენციის თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, ის ყოველთვიური შეხვედრები, როგორც ჩვენ ატარებდება მართლობის შეხვედრებს, ჩვენ ყოველთვიური შეხვედრები გვაქვს ფართო საზოგადოებასთან, როდესაც აქტუალური საკითხების დისკუსია ხდება, პრეზენტაციები, საკითხის განხილვა და შემდეგ ასევე ინტერაქტიული მუშაობა. გარდა ამისა, პირველადი პრევენციის ჩარჩოში ამჯერად მე შეიძლება პროექტის სახით ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ რამდენიმე პროექტი დროს, მათ შორის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც უკვე წარდგენილი გვაქვს ჩვენ, ეს არის სკოლებში მანდატორებისთვის გარკვეული ტიპის ტრენინგების ჩატარება, კურიკულუმი უკვე მზად არის და ამ შემთხვევაში ჩვენ განათლების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოლოდინში ვართ, რომ აი ეს გადამზადების სისტემა გავატაროთ მათთვის. მეორეული პრევენციის დონეზე შეიძლება ვთქვათ სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამები, განსაკუთრებით სკრინინგის ან გამოვლენის, ადრეული გამოვლენის თვალსაზრისით პირველადი ჯანდაცვის სისტემაში გადამზადებას ვაკეთებთ ოჯახური ექიმების, სადაც ჩართული არის ამ სკრინინგულ პროგრამებში ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ადრეული გამოვლინება და შესაბამისი შემდეგ პირველადი ჩარევა და გადამისამართება ჩვენ ცენტრთან. უფასო კონსულტაცია და ტესტირება, ეს უკვე როგორც მეორეული და მესამეული პრევენციის ფორმები, როდესაც აივ ინფიცირებაზე, ბედაძე ჰეპატიტებზე უფასო კონსულტირება და ტესტირება წარმოებს.
ასევე მკურდალობა, თავისთავად როგორც დეტოქსიკაცია, ასევე პირველადი რეაბილიტაცია არის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისე როგორც მკურდალობა არის, ასევე პირადად შეუძლია არასახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაიდაროს ნებისმიერმა ადამიანმა, გვაქვს სტაციონარი ამბულატორიული მკურდალობა სტაციონარი ბინაზე, სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელზეც სოფლურ დაწვრილებით მოგიყვებათ, ეს არის უკვე ჩანაცვლები თერაპიაზე მყოფი პაციენტებისთვის, როგორც იმ წუთში მყოფი პაციენტებისთვის, ასევე დეტოქსიკაცია გავლილი, ანუ გასული ამ პროგრამიდან პაციენტებისთვის და ჩანაცვლები თერაპია თავისთავად, რომელსაც კოორდინირებას უწევს ჩვენი ცენტრი საქართველოს მასშტაბით და ეს არის სულ უფრო მზარდი პროგრამა და ასევე პრევენციას ეს ემსახურება. ძალიან დიდი მადლობა ხალხო მოგვანცდა ახსენა წარმოგადგენების პრევენციის სამი მიზანი გამოყო, უბრალოდ ეს არის მიწოდების შემცირება, ხონის შემცირება და ზიანის შემცირება. მიწოდების შემცირებაში თავისუფლად მოისაზღვრებოდა როგორც ახსენა არალეგალური ჟამის შესრულება, შემოდინება, გასაგების წინააღმდეგ არსებული რეგულაციები. ხალხო გთხოვთ ამ მიმართულებით რომ მოგვაწოდოთ სტატისტიკა, რას აკეთებს თქვენი დაწესებულება ამ მიმართულებით, როგორ ხდება შემცირება, როგორ ხდება რეგულაცია, რამდენი წამალი შემოდის ფსიქოლოგიური მიტოვება შემოდის. და კიდევ ერთი რაც მინდა რომ ხალხოდანაც დიდი მადლობა მოგატავროთ, რადგან მხოლოდ დღეს შეიტყო იმ შესახებ, რომ ჩვენს დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ორგანიზატორებს, მოშეხედვისთვის და ჯანდაცვის წარმოებისთვის და ასევე თქვენს აუდიტორიის მოგზაურობისთვის. ჩვენი თემა ჯანდაცვის ზოგადად თემა არის საკმაოდ მტკივნეული, ძალიან სენსიტიური. ამიტომ ასეთ შემთხვევაში არ ვამბობ ხოლმე ვარს არც პირად შეხვედრებზე მოსახლეობასთან და მithumetes აუდიტორიასთან. მე ძალიან მოკლედ გავაცნობთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, ასევე პროგრამებს და სამომავლო გეგმებს, რომელიც გააჩნია ჯანდაცვის სამინისტროს ამ მიმართულებით. ზოგადად ნარკომანია გახლავთ მთელი მსოფლიოს პრობლემა, როგორც აღნიშნეს გამსვლელებმა და რაც საქართველოა გამონაკლისი. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ყველა ტიპის ეს ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ნარკოტიკული თრობისთვის, არ არის აფთიაქები და რატომღაც აიგივებენ, რომ აუცილებლად საფრთხე დაწესებულებები არის ყველაფერში ამაში დამნაშავე. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო არ იხსნის არანაირ პასუხისმგებლობას ამ კუთხით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თვითონ ნარკოტიკის მომხმარებელი, რაც შეეხება ნარკოტიკის უკანონო ბრუნვა, ფაქტურად საფრთხე დაწესებულებებიდან არ არის. ფაქტურად ეს არის ნულამდე დასული. თუ ჩვენ გულისხმობთ იმ ნივთიერებებს, გარკვეული ტიპის ნივთიერებებს, რომლებიც გამოყენებულია და თუმცა მოსახლეობა, მომხმარებლები იყენებენ გარკვეული თრობის მიზნით, ამასთან დაკავშირებით ზუსტად აქედან გამომდინარე გავაკეთებ ჩემს მოხსენებას თქვენთვის, რა გამოწვევებს წინაშე ვიდექით დგევართ და რას ფიქრობთ სამომავლოდ. განხორციელებული ცვლილებები, რომელიც განახორციელა ჯანდაცვის სამინისტრომ, ეს დაიწყო ძირითადად აქტიური მსვლელობა, აქტიური ღონისძიებები 2013 წლის ბოლოდან, 20 წელი ფაქტიურად მე თითქმის მუშაობ ჯანდაცვის სამინისტროში ამ პოზიციაზე და 2013 წლიდან ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ფაქტიურად გარდატეხის პერიოდი საფრთხე ნარკომანიასთან ბრძოლების თვალსაზრისით. თუმცა ზუსტად ამის შემდეგ გაჟღერდა და გამოდის უფრო მწვავე მოხსენებები და მესმის მე, მithumetes ახალგაზრდების მხრიდანაც, რომლებიც საერთოდ არ ცდილობენ გაერკვნენ პრობლემაში, არ ცდილობენ გაიგონ რა ხდება ამ კუთხით და ძალიან ხმამაღლა განცხადებებს აკეთებენ, რომ ისინი რაღაცას გეგმავენ, რაღაცას მიდიან, გამოდიან ტელევიზორში და ისეთ ბოდიშით, მაგრამ ისეთ აბსოლუტურ განცხადებებს აკეთებენ, უბრალოდ გული მწყდება, რომ თუ არავის არ დაბადებია აზრი ელემენტარულად იკითხონ რა ხდება და შემდეგ გააკეთონ კონკრეტული განცხადებები. ცვლილებები, რომელიც განხორციელდა ამ კუთხით, 2013 წელს გაფორმდა მემორანდუმი პირდაპირ ხელშეკრულება ჯანდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ. ყოველდღიურ რეჟიმში, მithumetes შაბათი, კვირა, ჩვენთვის არ არსებობს დრო, საათი. რამდენი ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემი თანამშრომლები, რომლებიც არიან ექიმები და ფარმაცევტები, ისინი არ არიან სამართალდამცავები, რომლებიც იარაღეთში დარბიან. ღამის საათებში, როგორც კი ინფორმაცია შემოსულა ამდგარან და წასულან შემოწმებაზე. 2014 წელს მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ნივთიერებების რეკლასიფიკაციის თვალსაზრისით.
კოდეინის შემცველი პრეპარატები, რომლისგანაც მზადდებოდა კუსტარული ეგრეთ წოდებული კრაკაძილი, რომელიც იყო ფაქტიურად დამღუღებელი ერისთვის. 2013 წლამდე ამ პრეპარატის ნივთიერების შემოდინება 14 მილიონ ტაბლეტს გადააჭარბა. ამ პერიოდში არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გადის ფაქტიურად, არც ერთ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, არც არავის ფაქტიურად არ უთქვამს, რატომ ხდებოდა და არ მიუთითებია და არ გაუკეთებია ესეთი გამოსვლები საჯარო თუ არასაჯარო, რომ ქვეყანა იღუპება. 2014 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მოხდა ის, რომ კოდეინის შემცველი პრეპარატები გადავიტანეთ ფაქტიურად ნარკოტიკების სიაში, რის გამოც მათ დაეკისრათ უკვე გამცემ პირებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მას შემდეგ ნულამდე დავიდა კოდეინის შემცველი პრეპარატების არამიზნობრივი გამოყენება, ფაქტიურად ეს მომხმარებლების რაოდენობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკით ნულამდე არის ამ მომხმარებლების დაფიქსირება საერთოდ საქართველოში. ასევე გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ეხებოდა ნივთიერებებს ეფედრინი, ფსევდოეფედრინი და ნორეფედრინი. მათგან მზადდებოდა კუსტარულად ვინტი და ჯეფი ეგრეთ წოდებული, რომელიც ასევე კატასტროფა იყო ქვეყნისთვის და ერისთვის, თავისი შედეგებიდან გამომდინარე. ეს ნივთიერებებიც დაექვემდებარა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათზე დაწესდა დასჯადი ოდენობები და ფაქტიურად ამ ნივთიერებების მიმოქცევა ფაქტიურად 2014 წლის შემდეგ ნულამდეა დასული. უბრალოდ მომხმარებლები ყოველთვის ეძებდნენ გზებს და გამოსავალს, როგორც კი ეს ნივთიერებები გადავიდა და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარა, კოდეინზე იყო ძირითადად, რომელიც ინტრავენური მოხმარებისთვის იყენებდნენ, მაშინვე დაიწყო უკვე ჩანაცვლება და ძიება ახალი ნივთიერებების. წამოვიდა 6 ახალი ნივთიერება, მე არ მინდა დავასახელო და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადო ინფორმაციის თვალსაზრისით, მით უმეტეს თქვენ ხართ ბავშვები და არ მინდა დავფარო ამ ინფორმაციას. 6 ნივთიერება, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანაში, სოფლიოში არ არის ისეთი კონტროლის რეჟიმში, როგორიც არის საქართველოში. რომელიც ჟურნალისტები დღეს ამბობენ, აი ეს იყიდა, ის ვიღაცა მიყიდა, კი ბატონო, ჩვენ გვესმის რომ გაიყიდა, ჩვენ გვესმის პრობლემა, ჩვენ ყველაზე კარგად ხედავთ ამ პრობლემას, ჩვენ ყველაზე მეტი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ ის რომ არა გამოხვიდე და თქვა ის გაიყიდა და ნარკოტიკულ საშუალებას ყიდის ეს აფთიაქი. არა ბატონო, ეს არის ნივთიერება, რომელიც არც ერთ ქვეყანაში მსგავს კონტროლს არ ექვემდებარება. ეს ზუსტად ჯანდაცვის სამინისტრომ დაინახა, რომ ამათი პრობლემა იყო ისევ თქვენთვის, ისევ თქვენი მეგობრებისთვის, ისევ ჩემი შვილებისთვის, ისევ ჩემი შვილების მეგობრების და ახლობლებისთვის და გადაიტანა იმ რეჟიმში, როგორიც არის ფსიქოტროპული ნივთიერებები და რომელიც ასეთი რეჟიმი არსად არ არის მსოფლიოში. ზუსტად ეს წამოვიდა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით. შედეგად მივიღეთ ის, რომ ფაქტიურად ისევ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ყოველგვარი ბერკეტის გარეშე ჩვენ შევსვდეთ იმპორტირებული რაოდენობა. ყოველგვარი ფაქტიურად ცარიელი ხელები წინ აღვდექით იმპორტს. 70%-ით შევამცირეთ ამ ნივთიერებების იმპორტი საქართველოში. ეს იყო რაც გავაკეთეთ. გარდა ამისა, ფსიქოაქტიური ნივთიერების ბირთვების შემცველი, ბირთვების დონეზე გავიარეთ ყველა საქართველოში დარეგისტრირებული ნივთიერება და ფსიქოაქტიური ბირთვი, ანუ ალბათ იცით ბირთვი რა არის, ამ ბირთვის შემცველი ყველა ნივთიერება, რომელიც ისევ არსად არ არის ესეთი გადატანა და ესეთი აკრძალვა, ჩვენ გადავიტანეთ რეცეპტით გასაცემში, ოღონდ სპეციალურ კონტროლს ვერ დავუქვემდებარებთ, იმიტომ რომ აბსურდამდე მივიდა უკვე ეს სიები. ამიტომ გადავიტანეთ, მაგრამ დაუქვემდებარებთ სხვა ჩვეულებრივ მეორე ჯგუფის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ნუსხას. ანუ ისიც გარკვეულ კონტროლის რეჟიმში გადავიდა. და ზოგადად რეცეპტის ინსტიტუტი, რომელიც შემოვიდა, ზუსტად ექვემდებარებოდა იმას, რომ ზუსტად განსაზღვრულიყო რა ჭირდებოდა პაციენტს, რა ნივთიერებები ჭირდებოდა, რამდენი უნდა მოწოდებულიყო და რაზე უნდა გვეთქვა ვარი. თუმცა არ მომიყვანია ეს ინფორმაცია იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც ტკბობას ვართ მიცემული და ძალიან მოგწონს ჩვენი თავი, უბრალოდ გამოწვევა ძალიან რთულია ამ შემთხვევაში, რაც ჩვენ გვაქვს ზოგადად საქართველოში. ამიტომ პრობლემები გვაქვს, ნამდვილად ვხედავთ ამ პრობლემას და პრობლემას წარმოადგენს რა? მაგალითად, გასულ წელს 2014 წლის განმავლობაში
ჯამურად ფარმაცევტულ ბაზარზე დაფიქსირდა 250 სამართალდარღვევის ფაქტი. ეს ეხება და ყველანაირ სამართალდარღვევას. მათგან 135 ფაქტი გამოვავლინეთ 250-დან 135 ეს იყო დაწესებულებები, რომლებიც გასცემდა ზუსტად ამ ნივთიერებების შემცველ პრეპარატებს. ეს არის პირველი ჯგუფის მედიკამენტებს ვეძახით, პირველი ჯგუფის მედიკამენტებს უწოდებს უпроსტად საქართველოს კანონმდებლობა. ეს არის ფსიქოტროპული ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებები, მათი წინამორბედები, ეგრეთ წოდებული პრეკურსორები და ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ამ ჯგუფში გადატანილი ნივთიერებები. ეს არის პირველი ჯგუფის მედიკამენტები და 135 250-დან სწორედ ამ ფაქტებს უკავშირდებოდა ამათ დარღვევას. წელს 300 ფაქტიდან, რომელიც მთლიანად ბაზარზე დაფიქსირდა სამართალდარღვევის, პირველი ჯგუფის მედიკამენტების უკანონო ბრუნვას უკავშირდება 100 დაწესებულებაში დაფიქსირდა ეს. ძალიან ხშირად ჩვენ კანონმდებლობის გათვალისწინებით ბერკეტები რა საშუალებასაც გვაძლევს, ვიყენებთ იმ ბერკეტს, რომ ვაუქმებთ აფთიაქებს. გვეუბნებიან ახალგაზრდები, როდესაც გამოდიან, მე გუშინაც წავიკითხე, ესეთი განცხადება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებთ გაუქმონ აფთიაქები. იცით რა, ძალიან რთულია ვაუქმებთ კი ბატონო. მაგრამ იცით რა, ჯანდაცვის სამინისტროს კი უნდა მოუწოდოთ ეს ყველაფერი. კანონმდებლობს უნდა მოუწოდოთ, რომ სხვა ბერკეტი მოიფიქროს ამასთან დაკავშირებით. გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტრო არ არის კანონმდებლობითი და კანონშემოქმედი ორგანო, ის არის აღმასრულებელი ორგანო და ის აასრულებს იმ კანონებს, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი. გასულ წელს ჩვენ გავაუქმეთ 11 ავტორიზებული აფთიაქი. აფთიაქის გაუქმებას აქ თავისი სტატისტიკა, ანუ წლის განმავლობაში უნდა მოხდეს 3-ჯერ სამართალდარღვევის დაფიქსირება და უკავშირდებოდეს სანებართო პირობების დარღვევას. შაშან მოხდა 11 აფთიაქის გაუქმება, ანუ 33-ჯერ ვიყავით ამ აფთიაქებში მარტო რომლებიც გავაუქმეთ. მაგრამ ამ 11-დან 9 სხვა სახელით, სხვა იურიდიული პირის სახელით, რომლის უკან დგას სხვა დირექტორი, სხვა პასუხისმგებელი პირი, ისევ გააგრძელა საქმიანობა. წელს გავაუქმეთ 10 აფთიაქი და 10-ვეს მისამართზე წელს გვაქვს ახალი აფთიაქი გახსნილი. იმიტომ რომ ის უკვე იწყებს საქმიანობას ახალი იურიდიული პირის სახელით. კანონმდებლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ ვარი უთხრათ, თუნდაც საკუთარი მოსაზრების გამო, რომ მათ უკან დგას იგივე სამართალდარღვევი პირები. ამიტომ პრობლემას წარმოადგენდა ეს ყველაფერი, დღეს წარმოადგენს, რომ ეს ადამიანები, მათ შორის ჯარიმების ფონზე და აფთიაქის დახურვის, აფთიაქის ნებართვის ჩამოყრების შემდეგ ისევ იწყებენ ფუნქციონირებას და ისევ იგივე მექანიზმით იმეორებენ ამ ყველაფერს. ზუსტად სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ჩვენს მიერ, სამინისტროს მიერ მომზადებულია პროექტები, უბრალოდ იმიტომ რომ ეს ჩვენ ხედავთ ამ პრობლემას, შეიძლება ვიღაცას უჭირდეს ამ პრობლემის აღქმა, მაგრამ ჩვენ რომ უშუალოდ ვერ ხედავთ ამ პაციენტებს, მე პირადად ჩემი ტელეფონი არის მუდმივად ჩართული და მუდმივად ღია ვარ საუბრისთვის, იმიტომ რომ ჯანდაცვის სამინისტროს არავისი და არაფრის არ ეშინია, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც კანონმდებლობა რის საშუალებასაც გვაძლევს და შემიძლია თქვა, რომ უფრო მეტსაც კი, მაგალითად ჩვენ საერთოდ ვარ ითქვით ერთ-ერთ აფთიაქთან დაკავშირებით, როცა მეზობლების და მთელი უბნის განცხადება შემოვიდა, ერთ-ერთი საბურთალოზე იყო ერთ-ერთი აფთიაქი და პირდაპირ აღვდექით, რომ ამ აფთიაქზე ნებართვა არ გაიცემა და ჩვენ მზად ვართ სასამართლოში წავიდეთ, გვიჩივლოს, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ გამოტანილი გადაწყვეტილება უკანონოა, ჩვენ ვიქნებით კი ბატონო სასამართლოს ვეცდებით დაუმტკიცოთ, თუ არა მიიღოს სასამართლომ ეს გადაწყვეტილება და სასამართლო და მოსამართლემ აიღოს თავის თავზე ეს ყველაფერი შემდეგ. ერთი მიმართულება, რომელიც ჩვენ ავირჩეთ, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. უბრალოდ ამას აქვს თავისი უარყოფითი შედეგები და პრობლემები იმის გამო, რომ არ შეიძლება პრობლემა შეუქმნათ რეალურ პაციენტებს. ეხლა ჩვენ გვაქვს საქართველოში 6 პრობლემატური ნივთიერება აფთიაქიდან, რომლებიც გადის და იყენებენ ამიზნით, მაგრამ არც ერთი ესენი არ არის, არც გაეროს კონვენციით, არც სხვა ქვეყნებში ფსიქოტროპული, არც ნარკოტიკული, არც აკრძალული ნივთიერებები. ამიტომ რთულია, რომ პაციენტს შეუქმნათ პრობლემა. ჩვენ გვაქვს მაგალითად თვალის წვეთები ერთ-ერთი, რომელიც აკრძალეთ და მხოლოდ კლინიკას მივეცით საშუალება, რომ შენ გამოიყენე და აფთიაქიდან არ გაიცესო. მოხდა ის, რომ პაციენტები რამოდენიმე დღეა ვთხოვენ, რომ ნამდვილად მჭირდება და სად შეიძლება შევიძინოთ. ანუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაში გადასვლა მიწვევს იმას, რომ პრობლემას ვქმნით რეალური პაციენტებისთვის, რომელიც ნამდვილად არ გვინდა. არ შეიძლება მოსახლეობის 90% პრობლემის ქვეშ დააყენო, იმიტომ რომ 10%-ს რაღაცნაირად ვერ უვლიხოთ, ცოტა რთული მომენტია და გარდა ამისა ვერ გადავიყვანთ იმის გამო, რომ არანაირი საერთაშორისო კონვენციები და მოთხოვნები ამის საშუალებას არ იძლევა. და არის მეორე ფაქტი, რომელიც ჩვენ მივედით და ვთვლით, რომ ყველაზე გონივრულია, ეს არის აფთიაქების რაოდენობრივი შეზღუდვა გეოგრაფიული, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით.
ყველა ქვეყანაში, ევროპის ნებისმიერ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს ის, რომ აფთიაქებს აქვს გარკვეული შეზღუდვა თავისი რაოდენობის გათვალისწინებით. ესე მარტივად და ხელახებით არ ხდება ეს პროცესი. ამიტომ როგორც კი ის ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე ამოვარდება ეს აფთიაქი, მას ვინც არ უნდა იდგეს ვის უკან და რომელი შეფესიც არ უნდა გახსნას და შექმნას, მას აღარ ექნება უფლება ისევ ჩაჯდეს იმ ტერიტორიაზე. შესაბამისად ჩვენ დავრჩება მხოლოდ ის შეზღუდული წრე, რომელიც იმუშავებს კანონის დაცვით. თუმცა ამასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა წამოვიდა, რომ ჩვენ ბიზნესს ვებრძვით, ჩვენ ჯანდაცვის მიგვაჩნია, ეს არ არის ბიზნესი. ბიზნესი, რომელიც აგებულია სამართალდამცავაზე, რომელიც აგებულია მოსახლეობის ჯანმრთელობის, დარღვევის და ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებულია ერის პირდაპირ გენოციდთან, არ შეიძლება იყოს ბიზნესი. ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს პროექტი გავიტანოთ და ვთქვით, რომ ეს არის მაქსიმალურად კარგი პრევენციული საშუალება საფთიაქო ნარკომანიის თვალსაზრისით. და კიდევ ერთი პრობლემა მე რაც შემიძლია ვხედა, რასაც ვხედა, აქ მე მგონი ახსენდა მიწოდება მოთხოვნის ბალანსის არსებობა, თუ მოთხოვნილება არ შემცირდა, ჩანაცვლება ყოველთვის მოხდება. დღეს ჩანაცვლდა კოდეინი იმ 6 ნივთიერებით, ხვალ ამ 6 ნივთიერების განკაცრების შემდეგ ჩანაცვლება სხვა ნივთიერებით. ამიტომ მე მაქსიმალურად ყოველთვის ვამბობ და ვაფიქსირებ მაქსიმალურად მედიის ჩართულობა და მაქსიმალურად განათლების სისტემის ჩართულობა. იმიტომ რომ ყველაზე დიდი პროცენტი რაც მოდის უკვე ახალ მომხმარებლებში ეს არის ზუსტად სკოლის ასაკის მოსახლეობა, რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელი და ფაქტიურად დამთგუნველია, როცა ჩვენ შემოწმებაზე ვართ და მომხმარებლების სადღაც 60-70% ზუსტად სკოლის ასაკის ბავშვები მოდიან. ამიტომ კარგი იქნება თუ განათლების სამინისტრო ამ ყველაფერს უფრო რეალურად შეხედავს და არ ჩავწვით რომ ეს ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემაა და ჯანდაცვის სამინისტრო მიხედავს. მე დღეს მარტო ამას ხედავ, ჯანდაცვის სამინისტრო მიხედავს აფთიაქებს. ჯანდაცვის სამინისტრო მარტო და 15 კაციანი ინსპექტორების კოლექტივი არ არის რაღაც ყოვლის შემძლე, რომელიც შეძლებს დარღვევების აღმოფხვრას და მოსახლეობას ეს მენტალიტეტი ზოგადად შეუცვალოს. უბრალოდ ეს იყო ჩემი ცოტა ემოციური გამოსვლა, მაგრამ იცი რა ნამდვილად არ შემიძლია ეს ყველაფერი ესე გულგრილად ვისაუბრო, იმიტომ რომ მეც შვილები მყავს, ჩემი შვილები თქვენ ხელა არიან, მათ მეგობრები მყავთ, მე რავით ნაცნობი მყავს, შვილები და ბოლოს ქართველი ერის წარმომადგენელი ვარ და ძალიან ტკივა ეს პრობლემა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, ცოტა ეს გაბოდის კეთილ ემოციური გამოსვლა გამომივიდა. მედია თუ რამე კითხები გექნებათ, გავხსენ პასუხისმგებთან უფრო ძალიან დიდი მადლობა რომ გადავიხადო სამომავლოდ ახლა დისკუსიას გახსნილად ვაცხადებ, თუ გაქვთ თქვენ კითხვები, შეგიძლიათ დასვათ კომენტარები, თქო წარადგინოთ თავი, ჩვენი მოხსენებლები მზად არიან კომპეტენტური პასუხები გასცემთ თქვენ შეკითხვებზე. Actually, ახსენებებისთვის და წარდგენისთვის. ერთმა მაგარი მოწყვეტა ერთი დიალოგი დაში, რომ ახსენების დროს გახსენეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ არის სამართალდამცავი ორგანო და ძალიანს მოითხოვს რომ მოვიდინია ხალხს თქვენ. მაგრამ შევდროებით მომხდარებისაგან განსხვავებით, თქვენ შეგვიძლია წარადგინოთ როგორ წარმოგიდგენია კანონ პროექტი და წარმოგიდგენოთ ეს პარლამენტს. თქვენი მოსაზრება, თქვენ რომ ძალაუფლება და დელეგატი უნარი და უფრო მოკლე გზები, როგორ წარმოგიდგენიათ ამ თუ პრობლემის გადაჭრა, ეს კანონი შეაცვლოთ მთავრობას. და შეიძლება ამ კანონით იმუშავა, რომ მოგვაგებია მაგრამ ამის ძალით შეიძლება და ყველაზე კარგად შეიძლება აი ეს წარმოგიდგენია და ეს და ბრძოლა რომელიც თქვენ ისაუბრეთ ესე კარგად მაინც არის მიწოდების შეზღუდვაზე მიზიდავ. თემასთან სხვა რაღაცებიც ვიფიქროთ. მათო განხლებაზე და მიწოდების შეზღუდვაზე არა, კიდევ სხვა რაღაცას. იმიტომ რომ ყოველთვის მოიგონება ნახავნა, თორსა ჩემს გოგობაშონებო და შეიძლება ხაჭაპური დამოოს გამოიტანონ ეს ნარკვეთი. ხაჭაპურის გაფაცებად მოთხოვნა ჯანდაცვის. დიდი მადლობა. თუ შეგოგასუხებ
მე ვისაუბრე პროექტებთან დაკავშირებით. ისე მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რაიმე მოკლე გზა ეგეთი არ გააჩნია. მას ისეთივე გზები აქვს გასავლელი, როგორიც გექნება და თქვენ რომ მოგემზადებინათ ნებისმიერ ადამიანს ეს კანონპროექტი. პროექტებთან დაკავშირებით ჩვენს მიერ წარგენილი იყო პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა საჯარო სანქციების გაზრდას. პირველ რიგში ჩვენ წარვადგინეთ ეს პროექტი. ეს დაიწყო გასულ წლებში, როდესაც პირველად 3-4 წლის წინ ეს სამართალ დარღვევა, რომელიც ურეცეპტო გაცემას უკავშირდებოდა, ეს იყო 800 ლარი. შემდეგ მოხდა ის, რომ შევიტანეთ ინიციატივა, გახდა 3000 ლარი, გაანმეორებით შემთხვევაში 6000 ლარი. დღეს კიდევ წარვადგინეთ ეს არის 2000 ლარი, გაანმეორებით შემთხვევაში 12000 ლარი. ისიც რა სანამ გარკვეულ კაცს გადაწყვეტილებებს მიიღებ, ყოველთვის ითხოვს პარლამენტი რა გააკეთეთ იმისთვის, აი აქამდე რა გაკეთდა. ანუ ჩვენ მივედით იქამდე, რომ საჯარო სანქციების გაზრდა არ არის ადეკვატური სამართალ დარღვევის შემცირებისთვის. რაც შეეხება დღევანდელ მცდელობას, მე უკვე ვთქვი, რომ ორი კანონპროექტი მომზადებულია, რომელიც გადაცემულია განხილვაზე. უბრალოდ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მომზადება არ ნიშნავს ამას. მე მაგალითად პირადად ძალიან ბევრი ამ პროექტთან დაკავშირებით მაგ შეხვედრაზე, როდესაც მეუბნები, რომ ესეთი შეზღუდვა ბიზნესს უშლის ხელს. მე პირდაპირ ეს კანონპროექტი მიდის განხილვაშია უკვე, მაგრამ უნდა გაიაროს შეთანხმება ყველა საჯარო ყველა სამინისტროსთან თავრობის დონეზე და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ძალიან რთულია მიაღწიო კონსენსუსს და საერთო აზრი მიხვიდე, როდესაც 30 ადამიანთან ეს ყველაფერი უნდა ათანხმო. სამწუხაროდ არის მაგალითად ეკონომიკის არგუმენტი სამინისტრო ფიქრობს, რომ ეს არის ბიზნესი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის სხვა ჯანდაცვის განხორციელებული ქმედება. ამიტომ მიმდინარეობს ამ საკითხებთან დეტალიზაცია, განხილვა სამინისტროს მომზადებული აქვს. სამინისტროსთვის არ არსებობს არც ერთი დღე, როდესაც ამ პრობლემაზე არ ფიქრობს. დამერწმუნდეთ ნამდვილად, ეს არ არის ხაერზე მოსული სიტყვები. არც ერთი დღე არ არის ისეთი, რომ ჩვენ არ ვფიქრობდეთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ექსერხეს ადრეჩება ძალიან არტიაკისთვის, რომელიც დღეში 800 ლარიდან 6000 ლარამდე და 12000 ლარამდე ავუყარეთ. მე რომ გვეჩვენება, იმიტომ ვაკეთებთ ახალ პროექტს. იმიტომ გადავიტანეთ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაუქვემდებარეთ. სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა არის ის, რომ როდესაც ადამიანთან აღმოჩნდება, ეს უნდა დაიჭირო. მეტი არანაირად აი თქვენ თქვით, რომ ახალი აფეთქი იქნება. ესე ის მეწარმე ის არ დაზარალდა. როგორც საჭიროა, შემდეგ ის ახალი აფეთქი გახდა. დიახ, და მე ვთქვი, ეს არის კანონმდებლობის ანუ არაადეკვატურია, ხო ეს იგი ეს ჯარიმა, იცით, არაადეკვატურია. იმ შედეგის მისაღებად, შეიძლება ძალიან ცოტაა. აი, ანუ აწევს ჯანდაცვის სამინისტროს, როგორ ჯარიმდება, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მოდის ხალხი ძას, აი ამ აფეთქში მე წარმოვიდგინეთ ანტიბიოტიკი, როგორც არც ერთი ანტიბიოტიკი არ შეიძლება რომ გაიყიდოს უბრალოდ. და ეს აფეთქები მუშაობენ და როგორ მუშაობენ? იცით, კანონი იწერება იმიტომ, რომ ვიღაც არღვევს კანონს. ამიტომ თუ ანტიბიოტიკი ვინმე გაყიდა, ამისთვის არსებობს საჯარიმო სანქცია. რაც შეეხება თუ გაყიდა ნარკოტიკი, ამისთვის არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ის რომ სანქცია არ არის ადეკვატური, ზუსტად ამიტომ მივდივართ და ვეძებთ ახალ გზებს. როდესაც 800 ლარიდან 6000 და 12000 ლარიან ჯარიმაზე მოხდა გადასვლა, ესეც იყო ცდელობა იმისი, რომ პროვინცია გაკეთებულიყო. ჯანდაცვის სამინისტრო არ არის კანონის მიღები ორგანო. ის შეუძლია მიაწოდოს კანონი. აი ეს იყო თეორიები, ხო? შეუძლია. Ad quanto pro professiu transportatul idealului parlament, vedeți cum mi-a spus, am să fac mică. Haideți să nu vă apelor, ce am găsit să rămâneți să acest lucru. არა, მეც უბრალოდ სანამ მიაწვის პარლამენტს, მანამდე უნდა გაიაროს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. არა, დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, ამიტომ ესე ხდება. ამიტომ სანამ გაივლის ამ სტრუქტურებს, მას ჭირდება დრო. ჯანდაცვის სამინისტროდან ორი ტიპის კანონპროექტი წასულია. ერთი ეხება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებულებას ყველა ნივთიერებაზე, მეორე ეხება აფთიაქების შეზღუდვას. კითხებით უკვე შეიძლება. გამარჯობა, თქვენ
თქვენ ახსენეთ, რომ ამ პირშეულე თავი აღხსნას აფთიაქი, სხვა იურიდიული პირის სახელი და ამასთან დაკავშირებით შინაგანსაკუთრებთა სამინისტროს მიმდინარეობს ერთგული პროექტის ან პროექტის შემუშავა, ან ვფიქრობთ, რომ მსგავსი ფაქტები რაც შეიძლება შევცილდეს და ამ პირს, რაც ამიდა თუნდაც იურიდიული საბარცე, რაც უნდა სხვა იურიდიული სახელით ერწყმას, არ გაიხსნას ახალი აფთიაქი. და ეს თუ შეიძლება ჩანდეს კონტექსტში იმ გეოგრაფიულ ადგილობრივ დაკავშირებით ასეთ. ეს კითხვა მოხდა, ასევე მაინტერესებს თუ გეკრავს თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ პრევენციაზე და მათთან რაგისახის კოორდინაცია მოახდინონ და ერთმანეთები ეს პროექტები განახორციელონ. ვფიქრობ, ალბათ მათი გამოცდება ჯადოქრის სამეცნიერო საერთოდ რაც შეეხება პირველი კითხვა იყო აფთიაქებთან დაკავშირებით. სხვა იურიდიული პირი ნიშნავს იმას, რომ არის სხვა შპს, ყავს სხვა დირექტორი, აქვს სხვა მისამართი, ყავს სხვა პასუხისმგებელი პირი. ეს მხოლოდ შემდეგ შემოწმებების დაწყების შემდეგ შეგიძლია დააკავშიროთ, რომ მათ უკან დგას ვიღაც, რომ თვალს რომ მოკრავენ დაწესებულებაში. თორე იურიდიულად ეს ადამიანი არანაირ კავშირში არ არის. თუმცა პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ამის ვალდებულებას ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს. არცად არ წერია კანონმდებლობაში, რომ ამ შპს-ს რომელმაც ერთხელ დაარღვია, აღარ შეუძლია მიიღოს ნებართვა. ეს ისევ ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ არ ვცემთ ნებართვას ამ აფთიაქზე. მაგრამ მით უმეტეს თუ სხვა შპს-ეთი შემოდის, რომელსაც არანაირი იურიდიული კავშირი არ გააჩნია სხვა ახალ აფთიაქთან, ვერანაირი არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისი, რომ ვარი ეთქვას დღევანდელი კანონმდებლობით. თუმცა ზუსტად ამ ასპექტის გათვალისწინებით არის ის, რომ გეოგრაფიული ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით აფთიაქი, რომელიც დაარღვევს და ამოვარდება იმ ჭაჭვიდან, ის ადვილად ისე ვეღარ ჩაჭდება. მას დაუწესდება მკაცრი სანებართვო პირობები, მკაცრი პასუხისმგებელი პირები, რომლებიც იქნება კონტროლზე აყვანილი, წინა ისტორია უნდა ქონდეს აუცილებლად დადებითი წინა ისტორია, რომ მიიღოს ნებართვა ამ ყველაფრისთვის. თუ მას აწლიანი ისტორია კარგი აქვს, თუ მას აქვს კადრები დაფინანსება, რომელიც თავისი დაუშვათ ფარმაციის მეცნიერებათა დოქტორებით, რა ვიცი, წინა ისტორია იქნება გათვალისწინებული ყველა ასპექტი, მათ შორის მკაცრი სანებართვო პირობების. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ნებართვას. ხელახები დღეს მაგალითად არანაირი ვალდებულება არ გააჩნია მას. თავარია ფართიც არ არის გაწერილი, ნებისმიერ ფართს შეუძლია გახსნას, თავარია ტინის სეიფი ედოს ოთახში, რომელშიც შეინახავს ამ ნივთიერებას. მეტი რაიმე დღევანდელი კანონმდებლობით სანებართვო პირობები არანაირად გაწერილი არ არის.